Სანიტარული მდგომარეობა გამოსწორდება ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში. სპეციალისტები იმ ტერიტორიას გამოიკვლევენ, სადაც ყველის მწარმოებლებისთვის საკანალიზაციო სისტემა დამონტაჟდება. სოფელში რძის გადამუშავების ტექნოლოგიით უკვე 15 წელი არიან დაკავებულები. ინიციატივა კი ქარხნებისთვის საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელიც საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ეთდება 8 მეწარმესთვის ეს სეპტიკური ავზები და პრინციპი არის ის, რომ ხდება ბიოლოგიური გაწმენდა თვითონ ნიადაგში და წყალმცენარეების საშუალებით ეს ნარჩენები გაიწმინდება და უკვე იქიდან გამოვა სუფთა წყალი, რომელიც აი ამ კანონის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ინიციატივა კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელიც საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას და მოსახლეობის დახმარებას ითვალისწინებს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში რატევანში ყველის მწარმოებელი 8 მეწარმისთვის წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება. ამ საკითხთან დაკავშირებით სოფელში ქალთა საბჭოა შექმნილი, რომელიც აქტიურად არის ჩართული აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. სოციალური გამოკვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ სოფელს აწუხებდა ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, კანალიზაციებიდან დაბინძურება, რაც გამოწვეული იყო აი რძის საწარმოებიდან გამონადენი მასებით. და გადაწყდა შექმნილი იყო სოფელ რატევანში ქალთა საბჭო და შეიქმნა ეს ქალთა საბჭო, რომელმაც დაიწყო, ასე ვთქვათ, შეითვისა საინიციატივო ჯგუფის ფუნქცია და რომელმაც დააკავშირა ეს მეწარმეები და ეს ორგანიზაცია, რომელიც დახმარებას უწევს მეწარმეებს და გამგეობა. რატევანს აქვს ძალიან კარგი ტრადიცია ყველის წარმოების, მაგრამ სამწუხაროდ ეს წარმოება, რომელიც ერთის მხრივ ხალხს ასაქმებს და ქმნის დოვლათს და რომლის გარშემო სოფელი შეუძლებელია, რომ სოფელი არსებობდეს და აუცილებელია, რომ ხალხიც და ნებისმიერი ორგანიზაცია და სახელმწიფოს მხარში დაუდგეს ასე წარმოებებს, მეორეს მხრივ ეს წარმოებები აბინძურებენ გარემოს და გაუცადებლად პირობებს უქმნიან თვითონ სოფლის მოსახლეობას. არსებობს სუფთა ტექნოლოგიები, რომელიც არ ძალიან ძვირი არ ჯდება, უბრალოდ საჭირო ამ ტექნოლოგიების დანერგვა, თვითონ მეწარმეებისაც იქნება მისაღები. უკვე 15 წელია, რაც რატევანში რძის გადამუშავების ტექნოლოგიას მისდევენ. ყველის წარმოება გარდა იმისა, რომ კერძო მეწარმეებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, ეს საქმიანობა ადგილობრივების დასაქმებასაც უზრუნველყოფს. მუშაობ 14 წელიწადია უკვე, რაც ეს საწარმო გაიხსნა. რძის მოსვლის პერიოდში ვიღებთ რძეს ჰიგიენურად, ვასუფთავებთ, ვწურავთ, ვათბობთ 40 გრადუსზე. შემდეგ ვუშვებით დედას, პეპსინს და 9 საათში ვჭრით ყველს. ამოვიყვანთ ესე სატურებზე, ამას მივცემთ ყველის ფორმას და ველოდებით მოსვლას, რომ ჩვენ დავზილოთ სუნგული. მე ვმუშაობ მიხაილ ქოფალშვილის წარმოებაში. ჩვენთან ყველაფერი დაცულია ეკოლოგიურად, სისუფთავე, გვაქვს კანალიზაცია, რომელიც რო არ გაედინება არსა და არავის არ აწუხებს ჩვენი წარმოების სივინძურე რამე, არავის არ აწუხებს. არის მოთხოვნა სოფლის, რომ გაკეთდეს ცენტრალური კანალიზაცია და ამისთვის მოხარულები ვიქნებით ჩვენს. იმისათვის, რომ აღარ დაბინძურდეს გარემო, არ შეაწუხოს მოსახლეობა უსიამოვნოსულმა, რატევანში კანალიზაციის პრობლემა საბოლოოდ უნდა მოგვარდეს. ამაზე მწარმოებლები, არასამთავრობო ორგანიზაცია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ერთობლივად მუშაობს. თანადაფინანსებით რძის გადამუშავების შედეგად ნარჩენებისთვის სეპტიკური ავზი აშენდება, რაც იმ მეწარმეებს, რომელთათვისაც ეს საქმიანობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მუშაობას მომავალში გაუადვილებს.